ვფიქრობ დღეს ყველა საღად მოაზროვნე ობიექტურად განწყობილ მოქალაქეს კარგად აქვს გაცნობიერებული თუ რამ ხელა გამოწვევის წინაშე დადგა ქართული სახელმწიფოებრიობა. ევროპისკენ სვლა არის საქართველოს ისტორიული არჩევანი. ჩვენ საუბრობთ საქართველოს როგორც სახელმწიფოს ისტორიულ არჩევანზე და ყოველთვის საუკუნეების განმავლობაში ისტორიულად საქართველოს ბედი გადიოდა თავისუფლებასა და მორჩილებას შორის არჩევანზე და ასევე ყოველთვის კეთდებოდა ცალსახა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და ეს ვითარებაც გვაქვს დღეს. დიახაც დღეს საზოგადოება ცალსახად ამბობს კი თავისუფლებისთვის. და მე ვფიქრობ, რომ ქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქის იდენტობა, ქართული იდენტობა, რომელიც გულისხმობს პროგრესს, რომელიც გულისხმობს ისტორიას, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება შევინარჩუნოთ დაცულ ერთობაში, ანუ ევროპულ ოჯახში. აი ეს განსხვავებით რუსეთისგან პირველ რიგში ვებერთალა განსხვავება დასავლეთსა და რუსეთს შორის, როდესაც ქართველი ადამიანის იდენტობა არის დაცული ევროპულ ოჯახში, მისი კულტურა ამ ქვეყნის ერის ინტერესები ზოგადად. მაშინ როდესაც რუსეთი ამ ყველაფერს აუხრებს და შლის. და აი ახლა ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს და მე გრძნობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამას ძალიან მკაფიოდ აცნობიერებს, უნდა გავერთიანდეთ, როდის თუ არა ახლა ამ ეროვნული იდეის გარშემო. გავერთიანდეთ იმისათვის, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი დავიცვათ. და ამის შემდეგ, როდესაც ვუზრუნველყოფთ ჩვენ გარანტირებულად ჩვენს ისტორიულ არჩევანს, შემდეგ გაკეთება სხვადასხვა მცირე მნიშვნელობის არჩევანი სხვადასხვა მოქალაქეების მხრიდან, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისთვის მიცემა არ მიცემაში, მაგრამ ახლა საუბარი არის ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრივის დაცვაზე ან უბრალოდ უარის თქმაზე. ჩვენ ახლა შევშალოთ ქართულ ოცნებას, რომ ეს ნება ქართველი ხალხის მოქალაქეების არის ყველაზე ძლიერი. გასაგებია დღემდე ავტოკრატიული რეჟიმი არ დამარცხებულა, შედეგი არ მიგვიღია მათი დამარცხების სახით ქართულმა ხალხმა გაიმარჯვოს, მაგრამ ჩვენ ვდგავართ ახლა სამწუხაროდ ერთის ხუდა მეოთხე სამედიეროდ როგორც ზღვარზე, ზაჯვარედინზე, სადაც ან შედეგს მივაღწევთ ისტორიულ შედეგს, ან უბრალოდ ბრძოლის შესაძლებლობას იკარგება. და მე დარწმუნებული ვარ, არათუ ბრძოლის შესაძლებლობა არ დაიკარგება, არამედ მივაღწევთ საწადელს და ეს საწადელი მდგომარეობს შემდეგში ქართველი ხალხის ნების აღსრულებას. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, როდის თუ არა ახლა უნდა გავერთიანდეთ. ნიკა, დიანა ტრაპაიდეს აქვს ერთი კითხვა და დიანა გისმენ. შეიძლება ეს არ არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ნიკამელია ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს ამ შემთხვევაში, ამ შეხვედრაზე თუ თავის თავს როგორც ერთი კონკრეტული ლიდერი ამ ბრძოლაში. ნიკა, დიანა ტრაპაიდეს აინტერესებს თქვენ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენთ თუ მხოლოდ როგორც ერთი ლიდერი ოპოზიციის? არა, რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში მინდა მივესალმები დიანას და დიანას მაყურებლებს. ეხლა თუ დიანა გულისხმობს, რომ მე ამ წუთის გამარჯვებით არ ვარ ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე, ნამდვილად მე ასე ხარისხოვანია მithქვავს და თქვენი საერთოდ გავემეორებ, ეხლა წლების განმავლობაში პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე არ ყოფილ ვარ, ხო? სხვადასხვა დროს სხვადასხვა თავმჯდომარეს ყოლია, მაგალითად ბატონ გრიგოლ ვაშაძე, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა, ყოფილიყავი პოლიტიკურად ძალიან აქტიური ადამიანი და პოლიტიკური ლიდერობა და პარტიული ბიუროკრატიული თანამდებობაზე ყოფნა ორი სხვადასხვა რამ არის. ეს ერთი და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე მიმაჩნია ყველა თუნდაც პასიური საქართველოს მოქალაქე, როგორც ამომრჩეველი, დღეს უნდა გადაიქცეს ძალიან აქტიურ მოქალაქედ, იმიტომ რომ ის ბოლშევიკური კანონპროექტი, რომლის კანონად ქცევა განიზრახა ხელისუფლებამ, რომელიც აბსოლუტურად დაშორებულია სუვერენიტეტისგან, ანუ ის არ არის სუვერენული ხელისუფლება, არ შეიძლება რომ მივაღებიოთ. ბოლშევიკური კანონი გულისხმობს რას მარტივად ხომ, რომ ნებისმიერი აი ქალბატონი დიანასი, თქვენი, ჩემი, სხვა მოქალაქეების პოზიცია, მოსაზრება აღმოჩნდეს რეგულირების სივრცეში.
და ეს არაუბრალოდ ანტიკონსტიტუციურია, არაუბრალოდ ანტისახელმწიფოებრივია. უბრალოდ როგორც ზემოთ აღნიშნე, იდენტობას გაკარგინებს და ამის დაშლა არ შეიძლება. მადლობა. ისო თქვენ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ გზავნილი, რომ განახლებული ენერგიით აპირებთ მოქმედებას და ბრძოლას თავისუფლებით. ანუ აქტიურად უნდა გელოდოთ მომდევნო დღეებში ძალიან, რა თქმა უნდა, და ამიტომ ძალიან აქტიურად ვალდებულება ჩემი პირველ რიგში როგორც მოქალაქის. ეს ეგზისტენციურად მნიშვნელოვანი გამოწვევა პასუხგაცემული უნდა იყოს ქართული ხალხის მხრიდან და მე ერთ-ერთ ასეთს წარმოვადგენ, მათ შორის ვარ, რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ ბიზნესსა და ამოცანებს ვიწრო პარტიულს ეს მომავლის გასარკვევია. ძალიან დიდი მადლობა.